მოგესალმებით, ბატონებო. შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის ვაიმედე და ეს დამავიწყდა რომ უნდა გავიგეთ. შვიდი მომაკვდინებელი ცოდებზე საუბრების მესამე დღე არის. დღეს ვისაუბრებთ ეს სვიტერი დიდხანს კი არ მაცვია. ორი დღეა მაცვია, უბრალოდ რამოდენიმე ვიდეო გადავიღე და რამე არ გეგონოთ. ხო, რას ვიძახდი? სად ვიყავი? არ მახსოვს. ხო, დღევანდელი ხანდახან autistic, little bit autistic. აი ხა წესით სხვა იუთუბერი ვიდეოს გათიშავდა, ან ამ ყველაფერს მოჭრიდა. არა და ესაა მთავარი. მეც ხო ადამიანი ვარ, ყავადავლია აქვს ხა. დღეს უნდა ვისაუბროთ მრისხანებაზე. მრისხანებაც მე ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვა არის. მრისხანების გამო ბევრი ისეთ რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, რაც იდეაში ცივგონებაზე არ გავაკეთებდით, რაც ძალიან ცუდი არის ჩვენთვის, ჩვენს გარშემოყოფებისთვის. ბევრი რაღაცაში ხელს გვიშლის მრისხანება, ანუ საღადაზრონებას რო ხელი ეშლება რაღაცით უკვე აღარ არის კარგი რაღაც ის. მაგრამ მრისხანებაც ერთ-ერთი იმ ცოდვათაგანია, რომელიც თანამედროვე რეალობაში ნორმალიზებული გახდა. ანუ ნორმალურია, რომ ადამიანი გაბრაზდეს. და მეც ეგრე ვფიქრობ, შეიძლება იმის გამო, რომ ეს ყველაფერი გვასწავლეს ესე, ან რა ვიცი, მე რაც უყურე ცხოვრებას იქიდან გამომდინარე, არ ვიცი რატო ვფიქრობ ესე. მაგრამ საბოლოო ჯამში ეგრე ვფიქრობ, რომ შედარებით ნორმალური არის, როდესაც ადამიანი ბრაზდება, იმიტომ რომ არის რაღაცები ცხოვრებაში, რაც შეიძლება გაბრაზდეს ადამიანი. თუმცა, თუ ამ მრისხანებას გავთიშავთ, ხო, ჩვენ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ ისეთ რაღაცებზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს ამ მრისხანებამ. მრისხანების უშუალო კავშირი არის, ანუ როგორც მოგეხსენებათ, 7 სხვადასხვა ეშმაკი ხო არსებობს. ხო, 7 სხვადასხვა ეშმაკი არსებობს. როგორც სიამაყის იყო ლუციფერი და მამონი არის იმისი აქვია ბლედ ანგარების მასე არის სატანა უშუალოდ სატანა ცალკე ეშმაკი არის კიდე უშუალოდ არის იმისი მრისხანების სიმბოლო შესაბამისად აი ვიღაცა სატანისტებს რო ეძახიან ხოლმე ეს სატანისტები უნდა იყვნენ ბრაზიანები და თანამედროვე რეალობაში ეგეთი ბრაზიანი სატანისტები არ გვინახავს სატანისტები პროსტა როჟები რომლებიც სადაც შავი გრძელი თმა აქვთ და მძიმე წარსული არა და არანაირი მძიმე წარსული რო არ გააჩნიათ რა ანუ რაღაცა ემო სტილში გადაწყდა სატანიზმი რაც რავი არც სატანს არ უსწორდება ჩემი აზრით ვაფშე არავის არ უნდა უსწორდებოდეს ეგეთი ხალხი. ხო, ნუ რა აზრია. მრისხანება არის მე პირადად ხო მრისხანების გამო ბევრი ისეთ რაღაც ნაბიჯი მაქვს გაკეთებული გადადგმული ცხოვრებაში, რაც შემდეგ ვნანობდი ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში მე რო გავიზარდე, ხო, მე ეგეთ რაღაცას მივხვდი, რომ ნებისმიერ ნაბიჯს რასაც უნდა დგავდე, ხო, სინანულით იმას ვეღარ გამოასწორებ. ამიტომ არაფერი არ უნდა ინანო, უბრალოდ უნდა შეხედო როგორც შანსს და რაღაცა გაკვეთილს, რომ ამ რაღაცა ჩადენილი შეცდომის მერე რაღაცა ისწავლო. ანუ დაუშვათ, როცა რაღაცაზე გაბრაზდები და მაგის გამო ვიღაც ადამიანთან ურთიერთობას გაიფუჭებ, დაუშვათ, ან ვიღაცას ცემ, ან ვიღაცა ნუ თლად ნუ მოკლავთ ახლა და ან ვიღაცას ცემ, ან რაღაცას იზამ, არასწორს შენი აზრით არასწორს, მე რო ცივგონებაზე რო დაждდები, ის კი არ უნდა დაიწყო რომ ინანო. წარსული შეცდომებზე სინანულის გამოხატვა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება ადამიანმა დაუშვას, იმიტომ რომ დროს კარგავ, ენერგიას იფუჭებ, ნეგატიური ენერგიით ივსები მაგის გამო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ მრისხანება ისეთი სიტყვა თვითონ ან ბრაზი უფრო უხდება ჩემი აზრით, იმიტომ რომ მრისხანება არის რაღაცა როგორი იცი, აი მეფე რო ხარ და ვიღაცას რო მოკლავ, იმიტომ რომ რაღაცა გააფუჭა და სიკვდილით რო დასჭი. აი ეგ არის მრისხანების გამოხატულება. ბრაზი არის უბრალოდ როცა აი ცხოვრობ შენთვის და ვიღაცა გზა ჩაგიჭრა. აი სადღაც დიღომში ბასლაინზე შავი მანქანა შევარდა და დაგაზა ბოლომდე. აი ეგ არის ბრაზი, მან რაც განიცდი და ეგ კიდე უფრო ნორმალურია ვიდრე მრისხანება. ამიტომ მრისხანებას და ბრაზს შორის ჩემი აზრით რაღაც განსხვავება არის აუცილებლად.
მე ძალიან არ მომწონს ხოლმე ეს ბრაზილიან ხალხთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ ძალიან რთული არის ეკომუნიკაციო ადამიანს, რომელსაც ის არ აქვს რა, აი კონტროლის უნარი არ აქვს. მეც ვიყავი ეგეთი ადამიანი და მანდან გამომდინარე ვსაუბრობ, ანუ ჩემი თავიდან გამომდინარე ბავშვობაში რა უფრო პატარა ასაკში როცა ვიყავი, აი სადღაც 22 წლამდე ვიყავი ძალიან ბრაზიანი ადამიანი რა, ნებისმიერ სიტყვას შეიძლება რაღაცა ჩემზე ზემოქმედება მოეხდინა. მე დროთა განმავლობაში რომ დავამუღავენ ცხოვრებაში მრისხანების ადგილი არ არის. აი, არ არის უბრალოდ. ვიღაცაზე რომ გაბრაზდე, იმ დროს არც უნდა ეცადო რომ დაელაპარაკო. ანუ ეს არის ჩემი რჩევა რა. ანუ თქვენ თუ ვიღაცა ადამიანმა გაგაბრაზათ, მინიმუმ ერთი დღე აცალეთ თქვენ თავს, რომ ის მრისხანება ცოტა ჩაწყნარდეს. თორე წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავთ. რაღაცებს დაკარგავთ აუცილებლად და აი მე მინდა რომ ჩემო მსმენელმა და მაყურებელმა არავინ არაფერი არ დაკარგოთ. და აქედან გამომდინარე ვცდილობ ამ დებილობებზე ლაპარაკს. მრისხანების დადებითი მხარეებიც კი შეიძლება არსებობდეს რა ისე ჩვენში დარჩეს. უბრალოდ გააჩნია რა, ან თუ დაუშვათ პოლიტიკური მმართველი ხარ, ან პოლიტიკური მმართველი არა, აი მეფე თუ ხარ, მრისხანებას გამართლება შეიძლება კონდეს კი არა და საჭიროც კი იყოს რა, იმიტომ რომ როცა ერთ ადამიანთან გაქვს რაღაცა კონკრეტული საუბარი, იმის მიმართ მრისხანების გამოხატვით ვერაფერს ვერ მოიგებ, მაგრამ როდესაც დაუშვათ ქვეყნის მმართველი ხარ, რაღაცა შენზე არის 7 მილიონი ადამიანი და ვიღაცა ერთი პროჭით ცდილობს რომ რაღაცა ცუდი გაგიკეთოთ, აქ შემთხვევაში აუცილებლად გამოსახატი არის მრისხანება. ანუ რაღაც სფეროებში და რაღაცებში აუცილებლად უნდა გქონდეთ ეს მრისხანება, რომ თქვენ კარგი იყოთ იმ საქმეში. მაგრამ მაინც უკეთესი იქნება თუ ისეთ სფეროს აირჩევ, სადაც მშვიდად ცხოვრობთ რა. მე მაინც მაგაზრზე ვარ რა. ხალხს იდეაში ყოველდღიურობაშიც შეიძლება მრისხანება გაუჩნდეს ხოლმე. უბრალოდ აი მრისხანებას იცი რა განსხვავება აქვს სხვა მოვაკმტებელი ცოდვებიდან. მრისხანება გამოწვეული ცოდვა არის სხვებისგან. ანუ ან ვნებისგან შეიძლება გამოიწვიოს მრისხანება. ანუ მრისხანება ესე თავისით არ ჩნდება რა. ანუ რაღაცა უეჭველი აქვს, რაც გამომწვევი მიზეზია და გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სხვა ნებისმიერი მოვაკმტებელი ცოდვა. ანუ დაუშვათ შენ საჭმელი არ გაქვს და სხვას აქვს. შენ გოგო არ ყავს და სხვას ყავს, შენ ფული არ გაქვს და სხვას აქვს და შური და რაღაცა მსგავსი ადამიანური ნეგატიური ემოციებიდან გამომდინარე ჩნდება მრისხანება, თორე ეს მრისხანება თავისით არ არსებობს რა. ანუ არსებობს ხალხი, ვისაც ესე ჰაერზე აქვთ მრისხანება და რა თქვი შეთესლო და აი ვიღაცები მხარს რო გაკრავენ და მაგათი მთელი ცხოვრება არის დამოკიდებული იმაზე, რომ თქვენთან მართალი იყოს თუ არ იყოს რა. თვითონ თუ ვერ ჩათვალა თავი თქვენთან მართლად და აი რომ დაგარდყათ, კი არა და რომ დაეჯახეთ თქვენ ის დაამცირეთ, ეს გონია, ანუ აი მე ვერ ხვდები რომ ადამიანებს როგორ შეიძლება მსგავსი პატრაობაში მეც ეგრე ვიყავი თან და ეხლა რომ ვიზრდები ხო დრო და დრო რაღაცებს ხო სწავლობ კიდე ხო და ეგეთი კითხვები ჩნდება აუცილებლად რომ ანუ აი მე რო ეს გავაკეთე რატო გავაკეთე ეს კითხვა მაინც ხომ უნდა გამიჩნდეს რომ აი რაზე გავბრაზდი და სინამდვილეში ყოველთვის მივდივართ იქამდე რომ რაღაცა თვითშეფასების დაბალი მაჩვენებელი გვაქვს და ვერ შევდექით ჩვენ ისეთები არ ვართ როგორც ჩვენი თავი წარმოგვედგინა და აქედან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ რომ ნებისმიერ პატარა მომენტში ჩვენი თვითშეფასება რო ავამაღლოთ ამის გამო სხვები დავამციროთ იმიტომ რომ ჩვენ თვითონ თუ ვერ ვიმაღლებთ ჩვენს თვითშეფასებას ჩვენსავე თავებში მაშინ სხვა უნდა დავამცირო რომ მე ვიღაცაზე მაღალი გამოვჩნდე ხო ანუ მაგას უშვება სუსტი ადამიანის ტვინი თავის თავს რა ვიღაცა თუ დაგეჯახებათ აი ბევრად უკეთესი იქნება აი ერთ და იგივე მომენტი თუ შეგემთხვევათ ერთ ეტაპზე თავს მიეცით იმის უფლება რომ გაბრაზდეთ და მეორე ეტაპზე თავს მიეცით იმის მეორე მსგავს შემთხვევაზე თავს მიეცით იმის უფლება რომ თავს არ მისცეთ უბრალოდ იმის უფლება რომ გაბრაზდეთ და თქვენ თვითონვე დაინახავთ რამხელა სხვაობა ამ ორ სხვადასხვა მომენტში და ოღონდ მანდ უნდა გათვალისწინებული გქონდეთ რომ წარსულში რაც უნდა გააკეთო იმის სინანული არ უნდა გაგაჩნდეთ
რაღაცა უნდა იყოს პროსტა გაკვეთილი უნდა იყოს ან ცუდი გაკვეთილი იყოს ან კარგი გაკვეთილი იყოს ან თქვენ თუ ვიღაცა დაგეჯახათ მეტროში რა ისე აი მაგათ ხარი გაკრა ვიღაცამ და შენ ერთ მომენტში აი გაბრაზდი და ცემე და რა ემოციები გაგიჩნდება თქვენსავე თავებში მე თქვენ თავთან დაჯექით გაიარეთ კარგად ან აი არცემო ბოდიში მოუხადე პირიქით გააგრძელე ცხოვრება და არ უნდა ინანო ის რაც განიცადა და მიხვდებით რა მხელა სხვაობა არის ბრაზიან გულზე გადაწყვეტილების მიღების და ცივი გონებით გადაწყვეტილების მიღების შორის. ეს არის ყველაზე ისეთი რა. მთავარი რაც შეიძლება ვისაუბროთ მრისხანებაზე ალბათ. სხვათა შორის მრისხანება მე რას ვერ ვხვდები და ვერასდროს ვერ ვხვდებოდი რა. თუ მრისხანება ცოდვა არის. ანუ ბავშვობაში ჩვენ უკვე გვეუბნებოდნენ დიდი ალბათობით რა. შეიძლება არც არსებობს მსგავსი არაფერი რეალობაში, მაგრამ ჩვენამდე მოდის ეგეთი ის რომ ღმერთი განრისხდა. თუ მრისხანება ცოდვაა, ღმერთს ცოდვა ხო ვერ გააჩნია. ეს ხო სიგიჟეა რაღაცა, რომ აი ღმერთი რაღაცა ცოდვაზე იყოს დამოკიდებული. ეს ხო სისულელე არის. აქედან გამომდინარე ნებისმიერი რაღაცა რაც ღმერთს ტენიან აბრალებენ უпростоრად რა, ანუ ავტომატურად არის ნეგატიური იმიდან გამომდინარე რა, ნეგატიური ძალებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში თუნდაც სატანისგან. ანუ ღმერთი არ რისხდება. ჩვენ ყველა ადამიანს ღმერთმა მოგცა რაღაც თავისუფალი ნება, შეგვიძლია რაც გვინდა ის გავაკეთოთ, როგორც გვინდა ისე მოვიქცეთ, უბრალოდ ამაზე პასუხები მოგვეთხოვება რაღაც დაწერილი კანონების მიხედვით, რომელიც არის სწორი კანონები ამას წინათ როგორც ვისაუბრე რა, ანუ ალბათ ყველა მეთანხმება რომ ათმცნებაში რაც წერია წესით ნორმა ეგ უნდა ეწეროს არ არის ის რა ცუდი არაფერი არ წერია შიგნით ისეთი არ წერია რაც დაფიქრდე ნებისმიერი მხრიდან რომ შეხედო ნებისმიერი რელიგიის მხრიდან რომ შეხედო აი მუსულმანმაც რო წაიკითხოს ათმცნება იტყვის რომ ხო ეს უნდა აკეთო ისედაც ხო აქედან გამომდინარე აროჩი მე არ მგონია ხოლმე რომ არ მგონია ეგ ფრაზა აი ღმერთი განრისხდება მაგას ნუ გააკეთებ ღმერთი გაგიბრაზდება არავინ არავის არ გაუბრაზდება ღმერთმა გითხრა რომ რაც გინდა ის გააკეთო შენ რაც გინდა ის უნდა გააკეთო უბრალოდ მაგაზე პასუხს მოგთხოვენ ეგ არის და ეგ და ჩვენ ქვეყანაში ყველაზე ცუდი შეგრძნება ისაა რომ აი რაღაცებს აკეთებენ და არავინ პასუხს არ თხოვს. ეგ ყველაზე ცუდი რაც შეიძლება ადამიანმა თავის თანამოძმეს ვინმეს გაუკეთოს. მე ესე ვუყურებ ყოველ შემთხვევაში. ხო და მე მგონია რომ ღმერთი არსებობს. მე ქრისტიანი ვარ. ყველა რელიგიის წარმომადგენელს პატივს ვცემ მართლა. ბავშვობაში ვიღაცები იაჰოველებს რომ ეჩხუბებოდნენ ხოლმე ჩემუბანში. მეც იქ ვიყავი, მაგრამ მე არაფერი საწინააღმდეგო არ მქონდა მათი რა. უბრალოდ მაგ რელიგიაზე ჩემი შეხედულება მაქვს, რომელიც თქმაც არ მგონია რომ სწორი. მე მგონია რომ უფრო მატერიალური იმით შექმნილი რელიგია არის რა. რომ ვიღაცა იჯიბუ ორგ, ანუ სხვა ორგანიზაცია დარეგისტრირებული რელიგია მე არ ვიცი. ხო და ეგენი არიან და აქედან გამომდინარე მე მაგათ ვერ უყურებ ისე როგორც შევხედავდი სხვა რელიგიის წარმომადგენლებს. ხო და ნუ აუ მაინც რამდენი ვიბაზრ, მაინც სხვაგან წავედი რა. მაგრამ ხო, ნუ ჩემი შეხედულება ხო უნდა იცოდეთ. ჩემი შეხედულება არის ზუსტად ეგ, რომ მრისხანება ხელს გვიშლის ძირითად შემთხვევებში. თუ ჩვეულებრივი ნორმალური მოკვდავი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობ. თუ რაღაცას ასწაულ იმებზე ვართ და პასუხისმგებლობები გვაკისრია 30 მილიონი ადამიანის, მან შეიძლება განრისხება რაღაცაზე. განრისხებაც არ შეიძლება რა, ანუ არასწორი, ანუ ლოგიკურად და რეალურად არასწორი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება 30 მილიონი ადამიანის უსაფრთხოებისთვის ან რამე მსგავსი რა, ანუ ხო ხვდებით რას გულისხმობ რა. ეჩე 100 კაცი შეგიძლია მოკლა, რომ მე რაღაცა ცუდი არ მოხდეს. ამ 100 კაცმა რაღაცა ომი არ დაიწყოს, დაუშვათ. რაღაცას გეუბნებთ.
არ ვიცი. ხო და აი მან დავარა. ეგ იყო მრისხანება. ხო დავიბახსოვრებთ ლუციფერის სიამაყე ამპარტავნება, მამონი არის ანგარება. სადა ვარ ხა? სად ვიყავი რა ხა რაზე ვილაპარაკე? ბიჭო. ბრაზი სატანა. всё. შემდეგზე ვილაპარაკებთ ან ლევიათანებზე, ან ლევიათანები არა, ლევიათანზე, ან ასმოდეუსზე, ან რა ვიცი, ვინმეზე ვილაპარაკებთ. კარგად ბრძანდებოდეთ, თუ აქამდე მოხვედით, არხი გამოიწერეთ, თუ არ მოხვედით, შემდეგზე მოხვალთ იმეთი. კარგად ბრძანდებოდეთ.